ჩვენ უკვე საუბრობთ პერსონებს, საზოგადოებას საუბრობს, პიროვნებებზე, ვისაც არ ეზარება, გავფედავ და ასე ვიტყვი, ნახევრად ხუმრობით, ლამის ფსონებს ან თავსებს ამა თუ იმ შესაძლო კანდიდატზე, პატრიარქი იქნება ეს, ან უნდა იყოს ის. დემოკრატიულ საზოგადოებაში ცხადია, ვერავინ ვერაფერს ვერავის დაუშლის, სიტყვის თქმას ვერ დაუშლის, სხვა საქმეა რომ ეჭვი ან ფიქრი, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება ირიბად თუ პირდაპირ ლობირებს ერთ კანდიდატს, ერთ კონკრეტულ კანდიდატს, სავსებით საფუძვლიანი ფიქრია. მე თქვენის ნებართვით ამ დისკურსს, ამ თემას არ შემოგთავაზებთ, უბრალოდ აღვნიშნე, მე გითხავთ ასე, როგორი უნდა იყოს პატრიარქი? ცხადია, ღვთისმოსავი, ქრისტეს სიტყვის გამავრცელებელი, მაგრამ ასევე და კიდევ როგორი უნდა იყოს, რას უნდა ამბობდეს ის დღეს და ახლა ამ ვითარებაში ოკუპირებული ქვეყანაა. და მის სიტყვას გადამწყვეტი ან ძალიან მნიშვნელოვანია მისი სიტყვა, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ის სიტყვა როგორი უნდა იყოს თქვენი აზრით? მოგესალმებით კიდევ ერთხელ და მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. ძალიან ესეთი კონტექსტში სწორად დასმული კითხვაა, იმიტომ რომ ერთია არჩევნები და ერთია რას ამბობს მართვა-გამგებლობის დებულება, ხო? იქ წერია როგორი უნდა იყოს პატრიარქი, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს, მაგრამ მეორეა რა ჭირდება იმ სამწყსოს, რომელიც ამ პატრიარქს ეყოლება, ხო? ანუ რა ჭირდებათ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში და ცალსახად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტახტი არ არის უბრალოდ რელიგიური ფიგურის, ესე იგი ტახტი, რომლიდანაც შესაძლოა მხოლოდ სულიერი საქმეების მართვა და გამგებლობა. ეს არის პოზიცია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ქართველი ერის იდენტობასთან დაკავშირებულ ბევრ საკითხს და ამიტომ პატრიარქი, რომელიც საქართველოს უნდა ყავდეს, პირველ რიგში ალბათ უნდა იყოს ყველას პატრიარქი და ამაზე მე რაღაც ახალს არ ვიტყვი, ძალიან ბევრი ადამიანი სწორედ ასე იწყებს საუბარს, რომ ჩვენ ახლა გვჭირდება ყველას პატრიარქი, იმიტომ რომ იმ მოცემულობაში, როცა საქართველოს ხელისუფლებამ, რომელიც თავის თავს ახლა ხელისუფლებას ეძახის, თუმცა მანამდეც არ დააკლო, ხო, ბოლო პერიოდში არ უქმნია ეგ ამბავი ამ ხალხს, რაც მოვიდნენ ხელისუფლებაში 2012 წელს, მას მერე ისინი ცდილობენ, რომ დაყონ და დაანაწევრონ ქართული საზოგადოება და ეს რაღაცა პოლარიზაციის უკიდურეს წერტილებამდე მიიყვანონ ყველაფერში, ხო, არ აქვს მნიშვნელობა ვისაუბრებთ ვის რომელი პარტია მოწონს თუ არ აქვს მნიშვნელობა ვისაუბრებთ ვის რომელი მომღერალი მოწონს, ანუ ნებისმიერ სფეროში მთავარი რაც ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა და რასაც აკეთებს ამდენი ხანია და ეხლაც გრძელდება ეს ამბავი, არის უკიდურესი პოლარიზაცია. და ჩვენ გვჭირდება რეალურად სულიერი მამა ახლა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისთვის, რომელიც იქნება აი ამ უკიდურეს წერტილებში დგომი ადამიანების პატრიარქი, რაც საკმაოდ რთულია და ძალიან არ რთულებს ამ არჩევანს და რაც მთავარია, ჩვენ გვჭირდება ადამიანი პირველ რიგში, რომელსაც ექნება ეროვნული იდენტობის ის, ესე იგი, ყველა რაღაცა გამაერთიანებელი ელემენტი, ეროვნული იდენტობის ელემენტები, რომლებიც საქართველოს როგორც რუსეთისაგან ოკუპირებულ, რუსეთის მიერ ოკუპირებულ სახელმწიფოს დააბრუნებს იმ ჩარჩოში, რომლიდანაც ქართულ ოცნებას გაყავს, ხო, რეალურად ქვეყანა. ანუ რეალურად ჩვენ გვჭირდება ერთის მხრივ სულიერი მამა და მეორეს მხრივ ღიად უნდა ვთქვათ, გვჭირდება პოლიტიკური მოთამაშე და ახლა არ ვამბობ იმას, რომ პოლიტიკაში უნდა ერეოდეს პატრიარქი, არა, გიბოდი შევდგაწყდეთ. ფართო გაგებით. ფართო გაგებით ცხადი არ გაწყვეტინებთ, მაგრამ ჩემს საავტორო ტექსტში მეც ამაზე გავამახვილე ყურადღება. კერძოდ ვთქვი, რომ კირიონი ასე მაგალითად ამბროსი ხელაია ასე მაგალითად გენუის კონფერენციას რომ მიმართავს და თუნდაც პატრიარქი ილია მეორე. ისინი ფართო გაგებით არა პარტიულ ვიწრო გაგებით, არამედ ფართო გაგებით პოლიტიკური აქტორები. ყველაფერს რომ თავი დავენებოთ, დიახ, ანუ ავტოკეფალის აღდგენის საკითხი ხო, ფართო გაგებით პოლიტიკური საკითხია, აბა რა არის? ის იქნება თუ არა ეკლესია ავტოკეფალური, ხა დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ღმერთისთვის, რომლისაც გვწამს და რომლისაც გვჯერა, ავტოკეფალური ეკლესიიდან ვილოცებთ თუ ოკუპირებული ეკლესიიდან ღმერთთან ჩვენი ლოცვა მივა თუ ჩვენი ლოცვა გულწრფელია, მაგრამ წმინდა პოლიტიკური საკითხია კი ის, რომ ქართული ეკლესია უნდა ყოფილიყო ავტოკეფალური და იმ ფორმით უნდა მომხდარიყო აღდგენა ავტოკეფალიისა, როგორც თავის დროზე მოხდა, ხო, და უწმიდეს მამისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა. იმიტომ რომ ხო, მის თვითონაც აცნობიერებდა ამას და ყველა, არ ვიცი ვინმე თუ დარჩა, ვინც ამას ვერ ხვდება, რომ კი პატრიარქის ტახტი არის ფართო გაგებით პოლიტიკური
ინსტრუმენტი, რომლითაც შენ შეგიძლია გახდე, რაც მთავარია ერთი ხო, როგორც ვთქვი, ყველას პატრიარქი, მეორე სახელმწიფოს ძალიან მნიშვნელოვანი წარმომადგენელი არამხოლოდ შიგნით ქვეყნის, არამედ ქვეყნის გარეთაც და ამის მაგალითები არაერთი არის, მათ შორის აი ახლა რაც თქვით, ანუ პატრიარქები, რომლებიც საქართველოს ყოლია, ისინი იბრძოდნენ საქართველოს როგორც პოლიტიკური, ასევე სულიერი დამოუკიდებლობისთვის, არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთ. განსაკუთრებით მაშინ, როცა სხვა ამას ვერავინ ვერ ახერხებდა, როცა საქართველოს არ ყავდა დამოუკიდებელი მთავრობა, როცა იგი ოკუპირებული იყო, სწორედ საპატრიარქო ტახტი ხდებოდა ხოლმე ასეთი ინსტრუმენტი, ასეთი ადგილი, საიდანაც შესაძლებელი იყო, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. და თავისუფლებას მივცემ, მადლობა ამ პასუხისთვის, თავისუფლებას მივცემ, არა თქვენ, არამედ ფართო აუდიტორიას გავახსენებ, არ რამდენიმე დღის წინ მომხდარს, მათ შორის პრეზიდენტ ტრამპის ოვალურ კაბინეტშიც კი სტუმრობენ ხოლმე მაღალი, სხვადასხვა ქვეყნის მაღალი სასულიერო იერარქები, რომლებიც პრეზიდენტ ტრამპს ესაუბრებიან არა იმდენად ქრისტეზე, რამდენადაც ესაუბრებიან მათ ქვეყანაზე და იმ ფართო კონტექსტზე, იმ ფართო უმნიშვნელოვანე საკითხებზე, გლობალურ მშვიდობაზე, მათ შორის პირველ ყოვლისა, რომელიც აქტუალურია დღეს. ამ ამბავში დათო, თქვენის ნებართვით, გვინდა თუ არ გვინდა, შემოდის კი არა, მოდი ვიტყვი ასე, არსებობს უკვე რუსეთის სპეცსამსახურები, რუსეთის ხელისუფლება და მისგან განუყოფელი ასე შევაფასებთ თქვენის ნებართვით რუსეთის საპატრიარქოს. რამდენად იყენებდა ხაზგასმით ვამბობ წარსულში და იყენებს აწყოში რუსეთი ამ თემას, ამ ვითარებას. თუ მართებული სიტყვა ინსტრუმენტალიზაცია როგორ ხდება ამ ამბისა, ჰიბრიდული ომის სპეციალისტი ბრძანდები თქვენ, ჰიბრიდული ომის იარაღი არის თუ არა ის, რასაც თვალსაჩინოება არის ის თუ არა ის, რასაც ვადევნებთ ჩვენ საზოგადოებაში, რუსეთის ინტერესი არის თუ არა აქ თვალსაჩინო და თვალხილული, რას მეტყვით ამაზე? ცალსახად რუსეთი როგორც სახელმწიფო, რომელმაც რეალურად ჩაიბარა და აგრძელებს ჯერ მეფის იმპერიული რუსეთის და შემდეგ საბჭოთა კავშირის ესე იგი ზემოქმედების ინსტრუმენტებს, უბრალოდ წარმოუდგენელი ალბათ ეხა ვინმე რომ თქვას რომ არა არ იყენებს რუსეთი ამას, ნუ ალბათ სასაცილო იქნება ხო, იმიტომ რომ მისი ყველა წინამორბედი, ანუ იმ ტერიტორიაზე არსებული ყველა სახელმწიფო, ყველა წინამორბედი სახელმწიფო, რომლის გამგრძელებელიც არის თანამედროვე რუსეთის ფედერაცია, ყოველთვის იყენებდა რელიგიას და მეორე უკვე რელიგიის სხვადასხვა თქვათ გამოვლენებას იქნებოდა ეს რაღაცა საპატრიარქო იქნებოდა ეს კონკრეტული სხვა რელიგიის მიმდევრები, ანუ მარტივად რომ თქვა, ყოველთვის ცდილობდა რომ მათზე ზეგავლენა მოეხდინა და ყოველთვის ცდილობდა რომ ეს რაღაცა ძლიერი იდენტობის განმაპირობებელი ინსტრუმენტი ყოფილიყო ხელისუფლების კონტროლის ქვეშ. რუსეთმა თანამედროვე რუსეთმა ბუნებრივია ეს ინსტრუმენტი გადმოიბარა, როცა ჰიბრიდულ ომს განვიხილავთ როგორც რაღაცა რუსეთის ზემოქმედების რესურსს და ხო და უნდა ვთქვათ აუცილებლად რომ რუსეთი ბოლო პერიოდში განსხვავებული სტრატეგიით მოქმედებს, ხო, ცალსახად ეგრეა, ვთქვათ ადრე თუ პირდაპირ ტანკებით იწყებოდა მოქმედება, ახლა რუსეთი ცდილობს რომ იდეოლოგიურად მოამზადოს ყველაფერი იმ ქვეყანაში, რომელშიც სავარაუდოდ შეიძლება რომ მე ტანკებითაც შევიდეს, თუ ამის საჭიროება დარჩა უბრალოდ და უკრაინაში ვნახეთ რომ მას ესეთი მცდელობები ჰქონდა და აი უკრაინა კარგი მაგალითია იმისა, როგორ იყენებდა რუსეთი ადგილობრივ ეკლესიას, როგორ ცდილობდა ზეგავლენის მოხდენას და ეს ზეგავლენა ჰქონდა პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ და როგორ ცდილობდა ნარატივების გავრცელებას სწორედ ეკლესიის საშუალებით. ამას ეხლა როცა ვამბობთ რომ უკრაინაში ამას აკეთებდა, შეიძლება ვინმე თქვას რომ ამას აკეთებდა იმიტომ რომ რაღაცა საერთო წარსული, საერთო ერი, ასე შემდეგ რუსული ნარატივები არ ქცევოს ისევ, ხო? მაგრამ ჩვენ ახლა ვსაუბრობთ იმაზე რომ რუსეთი მარტო უკრაინაში კი არ აკეთებს ამას. რუსეთი ინტენსიურად იყო ჩართული მაგალითად ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის რამენაირად და ესე იდენტობის თვალსაზრისით მიწაცების მცდელობებში და ამასთვის იყენებდა არა მხოლოდ სახელმწიფო რესურსს, არამედ კონკრეტული რუსი ბიზნესმენები იყვნენ, რომლებიც ესე იგი საბერძნეთში ეკლესია-მონასტრებს აფინანსებდნენ და შემდეგ ცდილობდნენ რომ იქედან წამოსულიყო ნარატივი რომ რუსეთი არის მართლმადიდებლობის ყველაზე მთავარი დამცველი მსოფლიოში. იმიტომ რომ ცნობილია ბერძნული ეკლესიის და ბერძნული მონასტრების ვთქვათ გავლენა მართლმადიდებლებზე ზოგადად, განსაკუთრებით რამდენიმე მონასტრის გავლენა და ისინი ამ მონასტრებში ინტენსიურად იყვნენ ინფილტრირებული ფინანსების საშუალებით, რაც მთავარია და ცდილობდნენ რომ იყოლოდათ კონკრეტული გავლენის ჯგუფები, რომლებიც მერე იტყოდნენ რომ აი რუსეთი დარჩა ერთადერთ დამცველად ჭეშმარიტი მართლმადიდებლური იდენტობის მსოფლიოში. იგივეს აკეთებდა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია სერბეთში. იქ ცოტა განსხვავებული კონტექსტით, იქ რადგან კოსოვოს საკითხი ძალიან მძიმედ იდგა, ცდილობდა რომ სწორედ ეს ყოფილიყო გამაერთიანებელი
იმ ნარატივისა, რომ მხოლოდ რუსეთი დაიცავს სერბეთს როგორც სახელმწიფოს სერბული იდენტობას, მოდი ასე ვთქვა და დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთი საქართველოშიც არ აკლებდა ამ მცდელობებს, წარსულშიც და დარწმუნებული ვარ, რომ არც ახლად დააკლებს, რადგან მარტივი ამბავია, ხო? როდესაც სახელმწიფოში იდენტობის ნაწილი არის ეკლესია და ჩვენ ახლა რაც არ უნდა რამ ხრიდანაც არ უნდა შევხედოთ, ქართული სახელმწიფოსთვის იდენტობის ნაწილი რომ არის ეკლესია, ეგ კონკორდატითაც დავაფიქსირეთ, ხო? ერთის მხრივ სამოქალაქო ხელისუფლებამ და მეორე მხრივ სასულიერო ხელისუფლებამ. როცა თქვა რომ კი ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას აქვს უდიდესი როლი ქართული იდენტობის ჩამოყალიბების პროცესში. და სადაც რუსეთი ამას ხედავს, ანუ სადაც ხედავს რომ იდენტობის ნაწილი არის ეკლესია, იგი ყოველთვის ცდილობს გავლენა მოახდინოს ამ ინსტიტუციაზე. ყოველთვის ცდილობს რომ ყავდეს მისდამი ლოიალურად განწყობილი ადამიანები მაღალ სასულიერო იერარქებად, იმიტომ რომ ბუნებრივია ეგ გავლენის ინსტრუმენტია მათთვის და რაც თავარია ყოველთვის ცდილობს რომ თვითონ იყოს უპირატესი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ იგი არ უყურებს შეუძლებელია მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის ძმობა ძალიან კარგად გამოჩნდა მაგალითად კონსტანტინოპოლის პატრიარქის სოფლიო პატრიარქის საქართველოში აი ილია მეორის დაკრძალვის პროცესში მონაწილეობის დროს ხო სადაც ჩანდა როგორი დამოკიდებულება აქვს ერთ ეკლესიას მეორე ეკლესიასთან რომ ეს არის ძმური დამოკიდებულება რომ ეს ორივე ეკლესია არის ძმები და ორივე ეკლესია საბოლოო ჯამში ერთ საქმეს ემსახურება რასაც პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ რომ ვერ ვხედავთ რუსეთის ეკლესიასთან მიმართებაში ხო ყველაფერს რო თავი დავანებოთ ძალიან მარტივი იქნებოდა იმ ეკლესიისთვის რომელიც დღეს რუსეთშია რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისთვის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სურვილი თავისი არ ვიცი ის რასაც მუდმივად ყოველთვის ყველგან ახსენებდა შეესრულებინათ და მიეცათ შესაძლებლობა რომ აფხაზეთში მოინახულებინა ქართული ეკლესია მონასტრები ყოველგვარი რაღაცა დამატებითი ქვეტექსტების გარეშე თუ კი ვამბობთ რომ რუსული ეკლესია თავისუფალია რუსული სახელმწიფო პოლიტიკისგან ხო მაგრამ ეს ხო ვერ ვიხილეთ ისე წავიდა პატრიარქი ამ ქვეყნიდან რომ ვერ მოახერხა მისთვის აი ამ მნიშვნელოვანი სურვილის ასრულება და ბოლომდე მის გარდაცვალების სამძიმარშიც კი არ მოიხსენიეს იგი სრული ტიტულატურით როგორც ამას აკეთებს ყველა დანარჩენი ეკლესია რომელიც მოძმე ეკლესიებია ქართული ეკლესიისა ამიტომ რუსული ეკლესიის ეს დამოკიდებულება ყოველთვის იყო აი ეგეთი რომ შენ ხარ დაქვემდებარებული ავტოკეფალია მათთვის არის მთავარი პრობლემა ალბათ ქართული ეკლესიისა და თუ კი რაიმე ფორმით მოახერხებენ რომ ეს ავტოკეფალია არ გააუქმონ ვერ გააუქმონ შესაძლოა დღეს მაგრამ კონტროლის ქვეშ კონდეთ შეასუსტონ ისინი ამას აუცილებლად იზამენ ამის ბევრი მაგალითი გვაქვს დღეს საქართველოში სამწუხაროდ და იმედი მაქვს რომ ხო და სწორედ ამიტომ ამბობთ როცა პოლიტიკური ინსტრუმენტია ეკლესია თქო რუსეთისთვის არის პირველ რიგში ეს პოლიტიკური ინსტრუმენტი და ამიტომ არის მნიშვნელოვანი რომ ჩვენ ამ საკითხს შევხედოთ არა მხოლოდ ვინ იქნება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ეკლესიის გადმოსახედიდან და ამ ნაწილში ცალსახად წმინდა სინოდის გადასაწყვეტია ვინ იქნება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ჩვენ ამას უნდა შევხედოთ როგორც ეროვნული უსაფრთხოების საკითხს სამოქალაქო საზოგადოების პოზიციიდან ეს არ არის მხოლოდ სულიერი საკითხი ეს არის ეროვნული საფრთხების საკითხი, რადგან რუსეთი, რომელიც ჩვენი მთავარი მტერია, ამ საუკუნეშიც და წინა საუკუნეშიც და იმის წინა საუკუნეშიც, ამას აღიქვამს როგორც ეროვნული უსაფრთხოებაზე ზემოქმედების ინსტრუმენტს და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ეს შევაფასოთ ასე. რას მოუტანს საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას ახალი პატრიარქი და როგორი იქნება მისი როლი ამ არქიტექტურაში, რომელიც ნუ დღეს გვაქვს საქართველოში და რა უფრო. ზუსტად, დათო, მადლობა ამ პასუხისთვის. მეც თქვენი სტემართით ვიტყვი ორ სიტყვას. მე მგონია, რომ აი ხა გაგაკვირვებთ ალბათ ახლა რუსეთს არ აწყობს საქართველოს მოცემულ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში დაშლა, საქართველოს ეკლესიის დაშლა. სქიზმა, ასე მაგალითად ეკლესიაში მას უფრო უნდა, მოდი ვიტყვი ასე, მორჩილი, მასთან ტკბილად მყოფი ეკლესია, ხმადაბალი მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სათადარიგო სცენარები FSB-ში თუ ზოგადად რუსეთში, მოსკოვში არ არსებობს, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთი დაინტერესებულია შედეგით, რომ იყოს მორჩილი, მასზე დაქვემდებარებული პირდაპირ მნიშვნელობითაც შეიძლება, მაგრამ უფრო აი მასთან ტკბილად მყოფი ეკლესია და მეთანხმებთან ან გააგრძელეთ ეს აზრი. კი, სრულად გეთანხმებით ამაში, რუსეთისთვის ან მნიშვნელოვანი სინამდვილეში ხო პროცესს რო შევხედოთ და იმ კონტექსტში, რომელშიც დღეს არსებობს მართლმადიდებლური ეკლესია. საბჭოთა პერიოდში, რაც ქართულ იდენტობას რუსეთმა გაუკეთა,
ეგ იყო ძალიან მარტივი რამ, ხო? ქართული იდენტობიდან პოლიტიკური კონტექსტი სრულიად გააქრეს და ქართული იდენტობა დარჩა მხოლოდ როგორც რაღაცა კულტურული აქტორი, ხო? სიმღერა, ცეკვა, სამზარეულო, ეგ არის ქართული იდენტობა. აშფანდური, კი ბატონო. აშფანდური. ეგ არის ქართული იდენტობა, ამის მიღმა თქვენ პრინციპში არაფერი არ უნდა გინდოდეთ. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ბუნებრივია, რომ საჭიროება გახდა იმისა, რომ პოლიტიკური კონტექსტი დაბრუნებულიყო იდენტობაში და ეს პოლიტიკური კონტექსტი როგორი უნდა იყოს, რა უნდა იყოს, აი ეს რაღაცა მეტაფიზიკა, რომლითაც ეირი შეიკრება, ძალიან რთული იყო, რომ იმ მომენტში გაჩენილიყო, იმიტომ რომ გასაგები პროცესების გამო, ხო, ეხლა არ გვაქვს გამოვლილი რაღაცა იავარდით მოფენილი გზა დამოუკიდებლობისა, დაწყებული რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლით, დამთავრებული მერე შიგნით ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლით, საკმაოდ რთული გზა გამოვიდა ჩვენმა ქვეყანამ და უცებ გაჩნდა ინსტიტუცია, უცებ გაჩნდა რა, გამოჩნდა ინსტიტუცია, რომელმაც მოახერხა და ამაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებიც და იმ ადამიანს კონკრეტულად, რომელიც მართავდა იმ წუთას ეკლესიას, რომელმაც მოახერხა, რომ ეს იდენტობის გამაერთიანებელი და შემკვრელი რაღაცა კვინტესენცია ყოფილიყო იმისა, რომ ჩვენ როგორც ერმა აღვიქვით ვინ ვართ და რა გვინდა. ბოლომდე ეგ პროცესი არ დაგვისრულებია, ამას წინათ ერთ საინტერესო კვლევას ვკითხულობდი და უბრალოდ გაგიზიარებთ, რომელიც იკვლევს ერთ სიტყვაში გადმოცემულ ეროვნულ იდენტობას და აღმოჩნდა, რომ ერების დიდი ნაწილი, რომელსაც აი ეროვნული იდენტობის თვითგამორკვევის პროცესი, მოდი ესე ვიტყვი, დასრულებული აქვს, ძალიან მარტივად ახერხებს ერთი სიტყვით გამოხატოს თავისი იდენტობა. აი მაგალითისათვის ამერიკის შეერთებულ შტატებში ასეთი სიტყვა აღმოჩნდა თავისუფლება. მაგალითად საფრანგეთში, როგორც მახსოვს, ეს კვლევა ამბობდა, რომ ეგეთი სიტყვა აღმოჩნდა სოლიდარობა. ანუ ყველას როგორც კი ეკითხებოდნენ ადამიანებს, რა არის შენი ეროვნული იდენტობა ერთ სიტყვაში, ამბობდა, რომ სოლიდარობა ეგ არის ჩვენი ეროვნული იდენტობა. ჩვენ სოლიდარულები ვართ და მე თუ თქვა რაღაცებს ჩახედავთ საფრანგეთის რაღაცა გერბს, დევის და ასე შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ხო, ეგ არის რა. გერმანელები პასუხობდნენ, რომ შრომა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ამბავი, ანუ მარტივად რო ავხსნამ. შრომით წარმატების მიღწევის შესაძლებლობა, ის შრომა გამოდიოდა ეგ სიტყვა რა. და დღეს რო საქართველოში იკითხო რა არის ჩვენი ეროვნული იდენტობა ერთი სიტყვით გადმოცემული, არ ვიცი რა პასუხები გაჩნდება. ჯერ ერთი ეგეთი კვლევა არ მინახავს სამწუხაროდ და ალბათ არავის არ ჩაუტარებია. თუმცა მე მგონია რომ ძალიან მრავალფეროვანი პასუხები იქნება და ჩვენ არ გვექნება ასეთი ერთი კონკრეტული პასუხი, იმიტომ რომ პროცესში ვართ, ძიების პროცესში ვართ და ერთი რიც ირგვლივაც მოქალაქეებმა შეძლეს რაღაცა ესე კონსოლიდაცია და ნუ ეს ყველაზე კარგად ვნახეთ ალბათ პატრიარქის ანუ თუ კი ამაზე რაღაცა კითხვები ჯერ კიდე არსებობდა, აი პატრიარქის დაკრძალვის პროცესში გამოჩნდა, რომ კი ეგ ერთადერთი ინსტიტუცია ამ წუთას, ანუ ერთ-ერთი მთავარი ინსტიტუცია, რომლის ირგვლივად სოლიდარულია ქართველი ერი, არის სწორედ ქართული მართლმადიდებლური ეკლესია. და ახლა წარმოიდგინეთ, რომ რუსეთისთვის ამ რაღაცის დაშლა იყოს მომგებიანი, ხო? ნუ რთულია ამაზე დათანხმება, რომ ეს მისთვის მომგებიანი იქნება. არა, მისთვის რა თქმა უნდა, როგორც ბრძანეთ, მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს ძლიერი ინსტიტუცია, ოღონდ ეს ძლიერი ინსტიტუცია იყოს მისი კონტროლის ქვეშ, იყოს ინსტიტუცია, რომელსაც აქედან რომ რაღაცას გამოუგზავნის, მოსკოვიდან რომ რაღაცას გამოუგზავნიან, ისინი ამას მიიღებენ, გადაამუშავებენ და იმ ფორმით დააბრუნებენ საზოგადოებაში, რა ფორმითაც რუსეთისთვის შეიძლება იყოს მომგებიანი. ამისთვის იბრძვის რუსეთი სინამდვილეში, რომ ეს გავლენა ჰქონდეს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე. ამისთვის იყენებს ინსტრუმენტად ჯერ კიდევ ოკუპირებულ ტერიტორიებს, ხო? თუ კი პოლიტიკურ ნაწილში ოკუპირებულ ტერიტორიების უკვე აღიარა როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, დღემდე მათ შორის აი ამ უკრაინულ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია იმის თქმა, რატომ მიდის ხო ამდენი ხანია ტომოსის კითხვა. რატომ მიდის? იმიტომ რომ მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ იქ რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ არ დაიწყოს ღიად პროცესი იმისა და თქვას რომ აი აფხაზეთის ეკლესია დამოუკიდებელია ქართულისაგან. ამას რუსეთი რატო არ აკეთებს ამდენი ხანია? ეგ ცალკე საკითხია, იმიტომ რომ მასაც აქვს მსგავსი ტიპის პრობლემები და ეს რაღაცა ურთიერთ დაბალანსების სისტემა, რთული სისტემა ძალიან და შეიძლება რაღაც მომენტში ბევრი ადამიანისთვის მიუღებელი ემოციურად და ვთქვათ იმის თქმა რომ რატო არ მოხდა ამდენი ხანი ეს ამბავი, რთული იყოს და უბრალოდ მარტივი იყოს ამის თქმა და ახსახსნელად ძალიან რთული იყოს, რამ მოქმედებს იმაზე, რომ ბალანსი არსებობდეს რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან, რომელიც უნდა ვაღიაროთ, რომ იმიტომ რომ სახელმწიფოს ინსტრუმენტია, ძალიან ძლიერი და გავლენიანია ბევრ ნაწილში, მათ შორის საქართველოშიც, ხო? იმიტომ რომ პირდაპირ ხედავთ პოლიტიკური ხელმძღვანელობა როგორ ასრულებს პირდაპირ რუსულ დავალებებს იქნება ეს თუ
პირდაპირ რუსულ იდეებს, რომელიც ჭირდება რუსეთის ხელისუფლებას, ამას ჩემთვის ახლა არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ანუ ბიძინა ივანიშვილი კგბ-ს ნომრიანი აგენტია, თუ უბრალოდ თავისი სურვილით აკეთებს რუსული რაღაცა, იმისი რა ქვია, რუსული იდენტობის და რუსული მართვის სტილის შემოტანა საქართველოში, ამას არსებითი მნიშვნელობა ხო არა აქვს, ანუ რუსულია ეგ ყველაფერი თავიდან ბოლომდე. ამიტომ კი რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის პირიქით უფრო მნიშვნელოვანია, მეც ეგრე მგონია, რომ ინსტიტუცია იყოს ერთიანი, ინსტიტუციას კონდეს თავისი გავლენა და ოღონდ ეს გავლენა იყოს კონტროლის შესაძლებლობა. რაღაცა ბიძინა ივანიშვილი ახსენე და ამ კუთხითაც განვიხილოთ. ერთია რა არის რუსეთის ინტერესი და მეორეა უშუალოდ ქართული ოცნების ან პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის ინტერესი. რამდენად თანხმედრაში არსებობს თუ არა რამ განსხვავებული ინტერესი ან სურვილი, რომელიც შეიძლება ჰქონდეს ოლიგარქ ივანიშვილს. ხო. რამე, ერთი, ხო? ერთი, რაც აშიც არ ეთანხმება ის სწორედ საპატრიარქოსთან დაკავშირებით ან ქართულ ეკლესიასთან მიმართებით რუსეთს. შეიძლება თუ არა. მასაც ბუნებრივია სჭირდება ბოდიში, მასაც ბუნებრივია სჭირდება ერთიანი ხაზგასმით ვამბობ და არა გაყოფილი, ხო, ეკლესია. მაგრამ ასევე სჭირდება სწორედაც რომ მოწყვლადის, სწორედაც რომ მას რომ დაუჯერებს და რა შეუძლია, რისი თქმა შეუძლია მომავალ პატრიარქს. ან მომავალი პატრიარქთან ერთად სინოდს, რომელიც ბუნებრივია იქნება პატრიარქთან ერთად, თუ ეს ერთიანობა როგორც ასეთი შედგა და ამის თვალსაჩინოებები ნახეთ კიდევ ერთხელ. დიახ. მე ვიტყვი რომ ეგ ის ამბავია, რაშიც შესაძლოა ბიძინა ივანიშვილი მთლად რუსეთთან თანხმდრაში არ იყოს და გეტყვით რატომ. იმიტომ რომ რასაც ვუყურებთ ჩვენ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მოყოლებული დასრულებული დღემდე, ხო? ბიძინა ივანიშვილის ინტერესი ერთიანი ეკლესიის შენარჩუნება ცალსახად იყო, თუმცა ბიძინა ივანიშვილი მიზანმიმართულად ასუსტებდა ამ ინსტიტუციას და ამის ბევრი მაგალითი გვაქვს დაწყებული თუ გახსოვთ ერთი ცნობილი შეხვედრა არის ბიძინა ივანიშვილს, მიხეილ სააკაშვილსა და პატრიარქს შორის, რომელიც აი ხელისუფლებაში მოსვლიდან სულ რამდენიმე თვეშია თუ არ ვცდები. მომხდარი, სადაც ღიად ეუბნება პატრიარქს, რომ ესო უფრო გიყვარს ოფიშაზე. ცნობილი კადრებია ეს კი. მისი დამოკიდებულება აქედან ამ დღეს გამოჩნდა ყველაზე კარგად. როგორ აღიქვამდა იგი ეკლესიას. იგი ეკლესიას არ აღიქვამდა თავის მოკავშირედ, მაშინ ჯერ კიდევ და მან ყველაფერი გააკეთა და ამის პიკი ალბათ იყო ორი ამბავი, ეს იყო ციანიდის საქმე და ეს იყო სუსის მასალების გასაჯაროება, ეგრეთ წოდებული, როცა ყველანაირად შეეცადა ეკლესიის ავტორიტეტის დაზიანება. ბიძინა ივანიშვილი განსხვავებით რუსეთისაგან არ უყურებს პროცესებს გრძელვადიან პერსპექტივიდან. რუსული ეკლესია ამ ამბავს უყურებს რომ უახლოესი ვთქვათ 30 წლის განმავლობაში თუ კი ბოლო პატრიარქის ესე იგი მმართველობის პერიოდს გავიხსენებთ ხო თითქმის 50 წელი გაგრძელდა იგი აი რა მოხდება ქვეყანაში ასე ხედავს რუსული ეკლესია ამას და მისთვის უფრო მნიშვნელოვანია რომ მისი მოკავშირე იყოს ძლიერი ქვეყნის შიგნით და იმიტომ რომ ნებისმიერი ხელისუფლების მოსვლის პირობებში ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში მას კონდეს გავლენის ინსტრუმენტი ბიძინა ივანიშვილი ასე ამას არ ხედავს იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი უყურებს ეკლესიას როგორც კონკურენტს იგი ფიქრობს რომ თუ კი რომელიმე სხვა ინსტიტუცია იქნება გავლენიანი მაშინ ახალმა პატრიარქმა იმ მოცემულობაში როცა საქართველოს როგორც სახელმწიფოს ქვეყნის იდენტობა შეიძლება საკითხი შეექმნას შეიძლება თავრობისაგან საწინააღმდეგო განცხადებები პოზიციები დააფიქსიროს რითიც შეიძლება ხალხმოსახლეობაზე იმოქმედოს ეხა ეგ ჩვენ ნახეთ მათ შორის 2012 წელსაც ხო როცა გარკვეული სასულიერო პირები აქტიურად საუბრობდნენ პოლიტიკურ თემებზე და ეს ჩვეულებრივი ამბავია როცა სასულიერო პირი რავი სასულიერო პირები რო პოლიტიკაში ერევიან ეგ საქართველოში გრიგოლ ხანძთელის ეპოქიდან მოყოლებული ასე იყო რა როცა ხედავდა სასულიერო პირი რომ მისი აზრით საფრთხე ექმნება სახელმწიფოებრიობას იგი ამას ღიად აფიქსირებდა ხა მეორე ასე უნდა ხდებოდეს არ უნდა ხდებოდეს ეს ცალკე ამბავია ალბათ და რა შეგვიძლია ამაზეც ვიმსჯელოთ თუ საჭირო იქნება თუმცა რას ვამბობ რომ აი ბიძინას ინტერესი მე მგონია რომ არის ერთიანი ეკლესია რა თქმა უნდა იმიტომ რომ გაცლებთ რომ მარტივია მისთვის ერთ ადამიანთან ურთიერთობა, მაგრამ ეს ეკლესია მისდამი დაქვემდებარებული და არა დამოუკიდებლად ავტორიტეტული ინსტიტუცია. რუსეთისთვის მთლად ეგრე არა, რუსეთისთვის არ აქვს მნიშვნელობა ბიძინას დაექვემდებარება ეს ეკლესია თუ იქნება დამოუკიდებლად ძლიერი. პირიქით, მე მგონია რომ მათთვის დამოუკიდებლად ძლიერი ეკლესია უფრო მნიშვნელოვანია რომ არსებობდეს ქვეყნის შიგნით, იმიტომ რომ ნებისმიერ დროს როცა ვიღაცა ურჩობას დაიწყებს რომელიმე ხელისუფალი ერთი ძლიერი ხელი არსებობს. რა თქმა უნდა.
ამიტომ ვფიქრობ, რომ აქ მათი ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვევა. თუმცა იმ ნაწილში, რომ ერთიანი უნდა დარჩეს ეკლესია, რა თქმა უნდა ორივეს ინტერესი არის და ამ ინტერესების დასაცავად ორივე მხარე თავისებურად იბრძვის.